ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი საჯარო მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს ხდება განიხილება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებები. კანონი რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, მათ შორის ძლიერდება მამხილებლის უფლებები. კერძოდ, ნებისმიერ პირს ექნება უფლება საჯარო დაწესებულებაში ამხილოს კორუფცია. კანონი მის ანონიმურობას უზრუნველყოფს და ასევე იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ინფორმაცია არ დადასტურდება, მამხილებელს სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება. ცვლილებების კიდევ ერთი მიმართულება არის საჯარო სექტორში ერთდროულად რამდენიმე თანამდებობის დაკავება, თუმცა იარსებებს გამონაკლისები. ცვლილებები სექტემბრიდან შევაძალაში, მანამდე კი ანტიკორუფციული ბიურო სხვადასხვა სამუშაო შეხვედრებს გამართავს სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებთან. ამ ცვლილებებით საჯარო სექტორში და მათ შორის თვითმმართველობებში გამჭირვალობა და ანგარიშვალდებულება კიდევ უფრო მეტად გამტკიცდება, რაც ყველაზე მთავარია ნეპოტიზმის და ფავორიტიზმის ფაქტები აღმოიფრება. საერთოდ აიგრძალება რომელიმე ფავორიტული თანამდებობის პირმა იმუშაოს რამოდენიმე საჯარო სექტორში. შესაბამისად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორც მდგრადობისთვის, ისე გამჭირვალობისთვის, ისე ანგარიშვალდებულებისთვის. შესაბამისად, ეს რეფორმები განხორციელდება ზუსტად იმ ფორმით, რაც კანონმდებელმა ესე ვთქვათ დააწესა. სიახლეები ადგილობრივ თვითმმართველობებს და სახელმწიფო ინსტიტუციებს მისცემს შესაძლებლობას, რომ მაქსიმალურად იბრძოლონ კორუფციასთან და მათ შორის ინტერესთა შეუთავსებობის ფაქტებთან დაკავშირებით, ვინაიდან დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ საჯარო სამსახურში იმუშაონ სუფთა არა მარტო წარსულის, არამედ არსებული სიტუაციებიდან გამომდინარე ადამიანები, რომლებიც მოიმსახურებიან მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო ინტერესებს და თავისუფალი იქნებიან კორუფციისგან და ინტერესთა კონფლიქტისგან დაცულები.